ჩვენ უახლოვდებით ახლა სააკაძის მოედანს და ვხედავთ როგორი ინტენსიური მოძრაობა არის, რაც კი მერია გადმოვიდა სააკაძის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე აქ ცხოვრობ და ეს ნამდვილად ვიცი დაბეჯითებით, ამის შემდეგ ხდება რაღაც უსაშუალო საცობის წარმოქმნა. სააკაძის მოედანზე ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი საცობის გახლავთ აი ეს ხელოვნური პარკინგი, რომელიც ხელს უშლის წრეზე მიმავალი ავტომობილის და შარტავა და მომავალი ავტომობილები ერთმანეთს ვერ ხედავენ მძღოლები. და ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, რომ ხდება შეფერხება. მე არ ვიცახე რომ ამის გამო არის 100%-ით, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. და მერიას გავცდები თუ არა, ჩვენ შარტავაზე ვართ, ჟიურის შარტავას ქუჩაზე და მე მინდა ერთი ადგილი განახოთ, სადაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თითქმის 9 კილომეტრის მანძილზე არც ერთი გადასასვლელი არ არის. აი ამ შუქნიშნიდან შემდეგ შუქნიშნამდე თურმე უფლება არ აქვს, რომ ჩვენ გადავიდეთ სადმე. სამწუხაროდ მიიღეს კანონი, რომ არ შეიძლება ტროტუარებზე ავტომობილის გაჩერება. თუმცა ვენის კონვენციის თანახმად ნებისმიერ მძღოლს შეუძლია გააჩეროს ტროტუარზე 2 ბორბლით ან 4-ვე ბორბლით. თუ ის არ უშლის ხელს სხვა ავტომობილს, პირველ რიგში ფეხით მოსიარულეს, რა თქმა უნდა, იქ იულისხმება უნარ შეზღუდული ადამიანების ეტლიც. აი ჩვენ ვხედავთ შარტავაზე ვართ, შარტავას ქუჩაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მანქანა კიდე ჩაეტევა აქ. ანუ იმხელა ტროტუარია, რომ ერთი ავტომობილი დგას და მეორეს დაეტევა. აი რატო უნდა დაჯარიმდეს ეს ავტომობილი, თუ ის არავის ხელს არ უშლის. ჩვენ ვიმყოფებით პეკინზე. ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ქუჩა არის თბილისში. თქვენ ხედავთ წამების ამთვლელს, რომელსაც პირველ რიგში ყოფი ავტომობილის მძღოლი ვერ ხედავს და უნდა აი ესეთი რაღაცა გააკეთოს. გადაიწიოს და აიხედოს, რომ ან უკიდან უნდა დაინახოს თუ რა ხდება. ეს არის პეკინის და საბურთალოს ქუჩის გადაკვეთა და აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური მოძრაობა, როგორც საავტომობილო, ანუ ავტომობილებით, ასევე ფეხით მოსიარულეები. ვერც ერთ გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე ვერ ხედავს, რამდენი წამი დარჩა მას, რომ გადავიდეს მწვანე შუქზე. აი ეს ტაბლო უნდა აქეთ იყურებოდეს და ყველა ავტომობილის მძღოლი, რომელსაც თქვენ ხედავთ დგანან წითელზე, ყველა დაინახავს თავისუფლად და ასევე აღნიშნული ტაბლო უნდა იყოს შემოbrunებული, რომ მეორე მხარეს მდგომი ავტომობილები და ფეხით მოსიარულეები ხედავდნენ, რისთვისაც არის ეს ტაბლო, ის თავის მოვალებას ვერ ასრულებს.